ქართველი ვარ, ქართველი. გამარჯობა ჯაბაასის მაყურებელო, მე გიორგი სარალიძე ვარ და ჩვენი სტუმარია მელის ნადირიძე. გამარჯობათ. როგორ გზანდებით? მადლობა რომ დამთავრდით ინტერვიუზე, მადლობა რომ გმასპინძლობთ სცენარის სტუდიიდან. მე ვფიქრობ რომ პირიქით უნდა გადაგიხადოთ, მადლობა რომ ესეთი დაინტერესება გამოიჩინეთ და გვესტუმრეთ და საერთოდ დაინტერესებული ხართ ხელოვანი ადამიანებით და შესანიშნავია ეს ახალგაზრდა ხალხი რაც შეიძლება მეტი რო ჩაერთვება ხელოვნების პოპულარიზაციაში და ყველაფერი სიახლეებში კიდე თანაც რაც მოძდებს ამ ჩვენ საქმიანობას თავინა ბოლომდე. მოდი პირველ რიგში მინდა მოგილოცოთ ვარსკვლავის გახსნა, ვინც ვერ მიადევნეთ თვალი ზენაარმა, ანსამბლმა ზენაარმა მიიღო ვარსკვლავი. ეხლა ხანს იყო ამის ცერემონია და გილოცავთ კიდევ ერთხელ და მოდი აქედან გამომდინარე ანსამბლით დავიწყოთ და ანსამბლზე საუბრით დავიწყოთ. ნამდვილად. ერთადერთი მახარებს ის, რომ ძალიან ბევრი ადამიანი იყო ჩამობრძანებული, რა თქმა უნდა, და ესწრებოდა ამ კონცერტს ჩვენს ულამაზეს თეატრში ოზურგეთში და თითქმის 90% ყველა იმას ამბობდა, რომ გაიხსნა ვარსკვლავი, რომელიც ნამდვილად დამსახურებული იყო ეგ ვარსკვლავიო, ისეთი სანახაობა ვნახეთო, ისეთი კონცერტი ვნახეთო, ისეთი ორგანყოფილებიანი პროგრამა ვნახეთ, ნამდვილად იმსახურებდაო ეს ბავშვები და ეს ანსამბლი ვარსკვლავსო და ეს მიხარებს ყველაზე მეტად გულს. ვარსკვლავი ნამდვილად დამსახურებაა, მაგრამ არის მთელი უდიდესი ისტორია და მთელი ეს გზა მაინტერესებს როგორ მივიდეს ანსამბლი ვარსკვლავი. კი, ნამდვილად წლების მანძილზე და მერწმუნეთ იმაში ნამდვილად რომ ვარსკვლავისათვის არ იყო ეგ შრომა ჩადებული არაფერი, ეგ შრომა იყო ჩადებული სიყვარული ამ დიდი თავისთავად ეს უბრალოდ მე ამის დაფასება შეიძლება ესე ითქვას. კი და ამის დანახვა და დაფასებაც მე ხელოვანი ადამიანისთვის ძალიან დიდი სიხარულია და ძალიან დიდი პატივისცემა არის და ვიცი კიდევ უფრო мотиваციას გაძლევს ეგ და კიდევ უფრო შრომის უნარიანს ხდის, რანაირად საკშიც არ უნდა იყო და რა პერიოდშიც არ უნდა იყო ადამიანი, მაგრამ რომელ წლებში იწყებს სცენარი? თვით ქალაქში რომ დავიწყეთ მუშაობა 2000 წელი იყო. მეუფის ლოცვა კურთხევით, მეუფემ გთხოვა რომ ორთავეს მე და ჩემ მეუღლეს ირმა სვანაძეს დაგვეწყო მუშაობა გიმნაზიაში და გიმნაზიაშივე მოხდა ის რომ ეგ სახელი დაარქვენ თვითონ საეკლესიო პირებმა. მეუფის კიდევ ერთხელ ვიმეორებ ლოცვა კურთხევით. სცენარი, აი ზეციური, ესეთი თარგმანი აქვს ამ სიტყვას და იქედან აღებული შემდეგ ლოგო შეიქმნა. ავიცი ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის რომ ცნობადობა ყოფილიყო მაქსიმალურად ჩვენი შრომიდან გამომდინარე და ღამე ჩვენთვის არ იყო ფაქტიურად ცხოვრობდით დარბაზში, მაგრამ ეგ დარბაზები რო გითხრათ კიდევ ერთი დიდი ისტორიაა. ქალაქის ყველა კუთხე გვაქვს ალბათ ათვისებული, ძალიან ბევრი შენობები განარემონტები თავის დროზე. ბოლოს ისეთ ადგილას შრომობდით და მუშაობდით, მაგალითად მე პირადადაც გამიჭირდებოდა ჩემი საკუთარი ბავშვი მიმეყვანა ეგ სამუშაოდ და სავარჯიშოდ და ამ ყველაფერმა გადამაწყვეტინა ის რომ საერთო ჯამში გამეკეთებინა ის რომ მქონოდა საკუთარი სტუდია და მერც მადლობა კიდევ ძალიან ბევრ იმ ჩემ მეგობრებს და ახლობლებს და კარგ ადამიანებს ვინაც ამომიდგა გვერდში და შემაძლებინა და შევქმენით და გავაკეთეთ ის რაც არის დღესდღეობით. ამ სივრცესაც ნამდვილად გილოცავთ, ბევრისთვის საოცნებო არის ეს ყველაფერი. და თან ძალიან სიმბოლურია და ძალიან ისე გაქვთ კარგად ჩემი აზრით და ჩემი ღმერთწმენით ის რომ
თუ დარბაზი არის ჩვენი სახლი, ის რასაც ვაკეთებ და ეს სივრცე თან სახლადაც გაქვთ გაკეთებული და ძალიან მაგარი და კარგია მოკლედ. რულებს გვიყვარს მობრძანდი სიტყვა, ხო იცი? ხო. მობრძანდი, დაბრძანდი და პირველი მაგედან დავიწყე სამზარეულო და სამზარეულოს ინვენტარი შევიძინე და შემდეგ დავიწყეთ დარბაზი და გასახდელების კეთება და რა ვიცი, ერთი პატარა კუთხე არის ამ პატარა მუნიციპალიტეტში, სადაც შეიძლება მოვიდეს ადამიანმა გვესტუმროს. მუშა პროცესში ვართ ფაქტიურად, აი მხოლოდ ეხლა ვისვენებთ, მაგრამ დასვენებაც არ ქვია კიდევ, მაინც რაღაც გარკვეული რაოდენობის ბავშვები მაინც მოდიან და ინდივიდუალურადაც ვარჯიშობენ და ხან თვალყურსაც ვადევნებთ და სახლებით და ოჯახებით აქვენ რა. ანუ ფაქტობრივად სახლში ყავთ სულ სტუმრიანობა გაქვს სულ სახლში. და განსაკუთრებულად მაინც ძალიან დიდი როლი ითამაშა იმ ახალგაზრდულმა სტილმა, იმ ახალგაზრდების მუშაობამ და შრომამ, ჩვენი ზური კოწულაძის და ვასილ ნადირიძის უდიდესმა შრომამ. ფაქტიურად კი, აი მაგასაც შევიხოთ. ძალიან წინწაწია ჩვენი საქმე, იმიტომ რომ ჩვენ შეიძლება იმ ფოლკლორს გავყოლოდით თავიდან ბოლომდე და ეხლა სიმართლე უნდა ვთქვა, რომ ახლის შექმნა ძალიან რთული არის და ძალიან საპასუხისმგებლო არის, იმიტომ რომ რამდენადაც ტაშის დამკრელი და შემფასებელი მოყვება, იმდენი კრიტიკოსის მოყვება მაგ ახალს ყველაფერს გაკეთებულს და მისი რაღაც შენიშვნები და სულ ყველაფერი და მე გამიმართლა ძალიან ამ მხრივ, იმიტომ რომ აი რაც არ უნდა დაქირავებული ადამიანი დაიყენო გვერდში. ახალგაზრდა მოყავს ახლა მხედველობაში, იმ საქმეს ისე ვერ გაიკეთებს, როგორც ჩვენი ოჯახის წევრი. გამოვიდა რომ საერთო ჯამში არის ერთი დიდი ზენა არის ოჯახი და ამას ყველა სიტყვის ბოლოში და ან თავში ყოველთვის იმეორებს სულ ყველა აბსოლუტურად რომ მე ვარ ზენა არის ოჯახში, ჩვენ ვართ ზენა არის ოჯახში და მახარებს ეგ რომ ეგ შევძელი რა, რაც მინდოდა სული და გულით რომ ჩემ მეუღლესთან ერთად მე მარტო ნამდვილად ვერ გავრისკავდი ამას ყველაფერს. ძალიან უფრო მეტი გამოცდილება ჩემს მეუღლეს აქვს ამ საქმეში. დამსახურებული პედაგოგი ყავდა ძალიან ძლიერი, რომელთანაც შემდეგ სტუდიაშიც იმუშავა, სანამ ჩვენ სტუდიას შევქმნიდით და საერთოდ სანამ ოჯახს შევქმნიდით, ჯუმბერ დუნდუასთან მეც ანზორ მასალებელი გვარამაძე ეხლა ხან გაეხსნა, ვარსკვლავი ჩემი პირველი მასალებელი, ვინც შემაყვარა ეგ საქმე, ძალიან მაგრად კოტე კვაჭანდერაძე იყო, რომელმაც ფეხი ამადგმებინა და შემდეგ წლების მანძილზე ანზორ გვარამაძემ რა ვიცი, აი ამ კონცერტის წინაც კი ეს ბუმბერაზე ადამიანები ყველა დღე მოდიოდნენ აქ დარბაზში და აბა რამე საჭირო ხო არ არის და აბა რამე ხო არ არის და ხო იცი ეს დღე ყველას არის და ყველამ მაგრად უნდა დაუდგეთ რომ ზენა არმა ეგ დღე ძალიან მაგრად ჩაატაროს და ამაში ომარ ხურცუძე ვარსკვლავოსანი სუხიშვილების ლეგენდარული ყველანაირი ალბათ შეიძლება ითქვას რეკორდები რო აქვს მოხსნილი 52 წლის ასაკში კაცი კიდევ ეგერ ფრინავდა ასე ქვია სცენაზე და ეს ადამიანი დღეში ორჯერ ჩამოდიოდა სოფლიდან. ჩამოვიდა ფაქტიურად და გადმოსახლდა აქ მთელი რამოდენიმე ხნის მანძილზე რომ დიდი მობილიზაცია აი მართლაც რა ადგილობრივი ქორეოგრაფები, ოზურგეთლები, აი შვილებს გებიცები. კი მეგონა, კი ვიცოდი რომ ძალიან ბევრი კარგი მეგობარი მყავდა და ჩემი კოლეგების სახით და ძალიან გვერდში მედგენ, მაგრამ ამ სიტუაციამ კიდევ უფრო ძალიან მაგრად დამანახა ეგ ამბავი და ალბათ წლების მანძილზე ჩამოყალიბებული ცალმხრივი მე მგონი მაინც არაფერი არ კეთდება ამ ქვეყანას. იმათმაც დაინახენ ალბათ ჩვენი კეთილი გული, ჩვენი კეთილი მიდგომა და საერთოდ რა ვფიქრობ, იცი? ყველანაირ საქმეში მე მგონი ესე არის საჭირო რომ სხვის წარმატებას და ბედნიერებას თუ გაიზიარებ, აუცილებლად გეწვევა თავზე ის წარმატება და ის ბედნიერება და მე ვთხოვდი სულ ყველას ჩემი კოლეგა იქნება თუ ხელოვანი ადამიანი თუ სპორტსმენი თუ არა აქვს მნიშვნელობა, ყველას ჯერ რა თქმა უნდა წარმატებას უსურვებ და შემდეგ ყველას შეგძლებოდეთ ხალხნო რომ გაიზიაროთ და თქვენაც მიიღოთ ის სიხარული და ბედნიერება და ის წარმატება, როგორც სხვას ეწვევა ეს თავზე და აუცილებლად გეწვევათ თვითოულ თქვენთაგანს შემდეგ ეს წარმატება. ერთ თემას აუცილებლად უნდა შევეხოთ. იქიდან გამომდინარე რომ დღესდღეობით თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ თითქმის ყველა სკოლა, ყველა კომერციული ადგილი დაკავებულია და არის უამრავი ქორეოგრაფიული ჯგუფი, თუ სტუდია, თუ სასწავლებელს უბრალოდ ანსამბლს და იმას გულისხმობ. ბავშვთა აღსაზრდელები, ესე რომ ვთქვათ.
რთულია დღევანდელ სამყაროში რომ რაიმედ გამოირჩეოდე და გამოირჩეოდე ეს უფრო სწორი იქნება ალბათ ხალხს ხმა მიაწვდინო რა და დაანახო შენი შედეგი და შენი პროდუქტი. ანუ რაც გინდა ფანტასტიკური შესრულება იყოს, თუ ეს ხალხთან არ მივიდა, ხალხმა ვერ მიიღო, ვერ გაიცნო და ტაში არ მიიღო ხელოვანმა, ესე რომ ვთქვათ, ну, ფაქტობრივად აზრი არ აქვს რა. თქვენ მოახერხეთ, როგორც ვთქვით, თქვენმა ვაჟმა, მოახერხეთ ის, რომ არა მარტო საქართველოსთვის, არამედ სოფლიოსთვის და ეს ნახვებიდან გამომდინარე ვიძახი ამას, მიგეწვდინათ ძალიან ლამაზად, თან ძალიან თანამედროვედ ტექნიკის დახმარებითაც და არც გავცეუდით ჩარჩოებში ჯამჯდარიყავით, ანუ სუფთა ქართული მაგარი შესრულება გეჩვენებინათ სოფლიოსთვის განსხვავებული კუთხით და არა ტრადიციულით, როგორც ვართ მიჩვეული. ანუ აი ეს საიდან მოდის აქ ყავს. მე მგონი ხوار ჩაგვერთვები. მას უფრო შეუძლია კიდევ ერთხელ ახსნას. კაი ხდება. კაი ხდება თუ ამაზე ორ სიტყვას შეძგვეთყვი რა, იმიტომ რომ ეს მართლა ძალიან დასაფასებელი და ძალიან მაგარი რაღაცა არის. ეს არ არის უბრალოდ ხელწამოსაკრავი საქმე, როცა შენი მასშტაბები უკვე საზღვრებს ცდება, საქართველოს მიღმაც გადის და დიდ მოწონებას იმსახურებს. კი, ეს 5 წელზე მეტი ალბათ შეიძლება. კი, 5 წელს კი, 2018 წლიდან დაიწყო მისი ჩართულობა ამ სოციალურ ქსელთან დაკავშირებით და ფაქტიურად რასაც კი თვითონ გეგმავდა და ეს დიდ პოპულარიზაციას მოიტანს დროთა განმავლობაში ყველაფერი გამართლდა ნამდვილად. და გეთანხმები ნამდვილად გიორგი იმაში რომ ცნობადობა მხოლოდ შეიძლება დარბაზში დარჩეს, შეიძლება უშუალოდ იმ ფესტივალზე დარჩეს, იქ იმ ვიწრო წრეში, იმ 10-12 ანსამბლში, მაგრამ ეხლა რომ მილიონს რო წდება ნახვები და ეს მარტო საქართველოში არ აღნიშნეთ თქვენ მის ფარგლებს გარეთაც რო ხდება ეგ ამბავი, ამის დასტურია რომ ხშირად გვეხმიანებიან. რომ თუ შეძლებთ, თუ ჩამობრძანდებით, მხოლოდ გზა გექნებათ დასაფინანსებელი, დანარჩენს ჩვენ დაგიფინანსებთ. პატარა ოდნავ და რა ეპიზოდს გავიხსენებ ერევანში მაგალითად ერთ 20 ანსამბლში 20 ანსამბლი რო აჩვენეს. ხომ 20 ანსამბლიდან ზენა არის და მთელი 2 თვის მანძილზე ვასოსან გადიოდნენ კომუნიკაციას და შემდეგ ვასომ უთხრა ხელმძღვანელი ყავს ჩვენო და ხელმძღვანელს დაეკონტაქტეთ და ბოლო გადაწყვეტილებას ის მიიღებსო და რო ჩავედით იქ ჰოლივუდის მსახიობები დაგვდა სხვათა შორის. იქ იმ კორპორაციულ საღამოზე და ჩაგვიყვანეს აქედან. არავით არ იქ მხოლოდ ცეკვა იყო, მხოლოდ ქართული ცეკვები და იყო ჩვენი ანსამბლის ცეკვები იქ და რა ვიცი ეგ ყველაფერი სოციალურ ქსელში ცნობადობამ იმ რეკლამამ და ხშირად როგორი რაღაც გამიგონია ეცე აი თბილისში ქუთაისში თემაში რომ მივყავთ ანსამბლი და ფესტივალზე ვიღებთ მონაწილეობას იგივე ჩემი კოლეგებიდან რა ხშირად რო კომუნიკაცია არ გვიწევს სულ მეუბნება აი ძალიან ვადევნებ თვალ სოციალურ ქსელში თქვენს და მართლა რეკლამა არ ყოფილხართ ეგენი მართლა მაგრად ცეკვავენ თურმე და მე ვფიქრობ მაშინ ხარ ძლიერი და მაშინ ხარ მაგარი რომ საქართველოში ქართველ მაყურებელს რო ათქმევინებ იმას ყოჩახ თქვენ და თქვენ დაიმსახურეთ ეგ და არ ვიცი აი ბატონი გივი სიხარულიძე იძახდა თუნდაც ხალხნო ტაში დაუყარეთ ეს რა ნახე ეს შემდეგ ემოციები ვერ შეიკავა და სცენაზე გამოვიდა და ნუ რა ვიცი ისეთი სიტყვებით შეგვამკო და ვინც კი ესრებოდა თეატრში ყველა სიტყვით გამოსვლა უნდოდა და ყველა სცენაზე უნდოდა გამოსვლა და ეს კიდევ ერთხელ ბატონი კახა მარკოიშვილის ჩვენი საქართველოს ქორეოგრაფიის კავშირის თავმჯდომარის უდიდესი წვლილი ამ საქმეში, იმიტომ რომ ბატონმა კახამ 24 წელს რომ ნახა ჩვენი სოლო კონცერტი, მაშინვე თქვა რომ ამ ანსამბლს მე წარდგენილია უკვე ანსამბლი ვარსკვლავზე და უნდა გაუხსნა უახლოეს მომავალში ვარსკვლავიო და ყველაფერი იბრძოლა კომისიაც მოითხოვა კულტურის პალატაში და ბატონმა დავით ორგიტაშვილმა გამოაგზავნა ქალბატონი თეონა შატირიშვილის ხელმძღვანელობით კომისია და კომისიამ იმავე საღამოსვე როგორც კი ნახენ იმავე საღამოსვე დადვენ დასკვნა ის რომ ნამდვილად ამ ანსამბლს უნდა გაეხსნას ვარსკვლავიო და მე ვფიქრობ რომ ვარსკვლავის გამო ჩვენ ნამდვილად არ ჩაგვიტარებია არც 24 წელში ის შემოქმედებითი საღამო ჩავატარეთ მაშინ შემოქმედებითი საღამო რომ ჩემი კოლეგებისთვის და
მეგობრებისთვის და ახლობლებისთვის მე გვეჩვენებინა, რომ ამ წლების მანძილზე რა ვიშრომეთ და რა გავაკეთეთ და ნუ შემდეგ წამოვიდა ეგ ინიციატივა, რომ ღირსია ეგ ანსამბლიო და დღეს უკვე ყველა რომ ხმამაღლა იძახის, რომ აი რომ ეკუთვნოდა და ღირსეულად რომ ეკუთვნოდა, ისეთი ვარსკვლავი გაიხსნაოდა. მე ამისთვის კიდე ღმერთს მადლობას ვეუბნები და ამ დიდი შრომისთვის ყველას, ხალბატონ ირმას, ბატონ ზურას, ბატონ ვასილს ძალიან დიდ მადლობას ვუხდი, რომ უდიდესი შრომა ჩადვენ და მათ აი რა ვიცი ახმოვანებდნენ ამ ცეკვებს. ჩვენ არც ერთი ცეკვა იქ ფონოგრამაზე არ გქონია. 16 ცეკვა გამოვიტანეთ ცოცხალი შესრულებით და აქედან 3 ცეკვას თანხლებით ვოკალისტები კიდევ აფორმებდნენ. შეუძლებელი შეძლენ ბავშვებმა ეს რომ დაინახენ, რომ ეს რამხელა დაინტერესება ყოფილა ამ საქმისადმი, რასაც ჩვენ ვემსახურებით. რამხელა მოტივაცია იყო ძალიან დიდი, დედას გებიცები, აი ძალიან დიდი და ამ ყველაფერმა იმოქმედა და როგორ რაღაცებს გვეუბნებოდნენ, იცი? გასაღები ვაგენსო ჩანაკეტი აქვენ დარბაზი და გადანაგდები აქვს განაღგასაღები. დედას გებიცები, ამას გვეუბნებოდნენ და ნუ ეს ახალგაზრდული ძალა და ეგ ხედვები და ყველაფერი მაქნა ეს ყველაფერი რა. თქვენზე ვისაუბროთ ცოტა უფრო მეტად, იმიტომ რომ მხოლოდ ასე ვიტყოდი, მხოლოდ ზენაარით არ შემოიფარგლება თქვენი მოღვაწეობა ამ სფეროში და თქვენ ფესტივალებშიც ორგანიზებთ, ჩართული ხართ და ამ საკითხსაც შევეხოთ აუცილებლად. კი, ჩვენც ვაწყობთ, მაგრამ ჩვენ მეტი წილი ახლა ჩვენ ადგილზე რომ ფესტივალებს ვაკეთებთ, უფრო საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის ეგიდით, ეგ არის თქვენ ხართ რეგიონალური თავმჯდომარე, ხო? კი, რეგიონის თავმჯდომარე გახლავართ, გურიის რეგიონის და დათვალიერებასაც, ფესტივალსაც, რა თქმა უნდა, იყო გარკვეული წლები, რომ მასპინძლობდით კავშირის დიდ ფესტივალს, რომელსაც გურიაში, ლანჩხუთში ორჯერ უმასპინძლეთ და ფინალი იქ გავაკეთეთ, ერთხელ ოზურგეთში გავაკეთეთ კიდევ. თანამშრომლობთ ჩვენ ძალიან ბევრ ორგანიზაციებთან კიდევ. აი ადგილობრივი უკვე რეგიონების ხელმძღვანელებით ძალიან თანამშრომლობთ, როცა კეთდება გილდიის ღონისძიება, აკადემიის ღონისძიება, იქ ვირაზმებით ჩვენი კავშირის გუნდით და ვღებულობთ ფაქტიურად ერთი და იგივე გუნდით მონაწილეობას. ეგ ფესტივალები ძალიან მაგრად ზრდის კიდევ დაინტერესებას ანსამბლების. ეხლა წარმოიდგინეთ დარბაზში რომ მუშაობ, დადგამ ნომერს და ის რომ ვერ გაიტანო ვერსად და ვერ იცეკვო, ხო? ეხლა ხომ ყველა წელიწადს ვერ გააკეთო შეიძლება შემოქმედებითი საღამო და სოლო კონცერტი და რთული არის ეს. აქედან გამომდინარე, გინდა არ გინდა ამ ფესტივალებზე უნდა მიიღო მონაწილეობა და თუ ამ ფესტივალებზე არ მიიღე მონაწილეობა, მაშინ ეგ შრომა ამ შრომის აზრი მითხარია, ამიტომ ჩვენ ვცდილობთ ჩვენს რეგიონში ჩავატაროთ ეგ ფესტივალები, რა თქმა უნდა, პროფესიონული დონეზე, ისე რომ ხდება ისეთებიც, სადაც იძულებული ვართ უარი ვთქვათ და ვერ ვიღებთ მონაწილეობას, იმიტომ რომ არაპროფესიონალები ატარებენ რა, სამწუხაროდ ხდება. 3 გრან-პრი რო გაიცემა ახლა კონკურს ფესტივალზე, აი უბრალოდ დავსვათ იქ წერტილი უკვე ყველაფერზე ის ფესტივალი, ავიც არ უნდა ჩაითვალოს ლეგიტიმურად. გრან-პრი შეიქმნა რისთვის შეიქმნა, რომ ძალიან არასწორი იგი რო წამოვიდა 2 მეორე ადგილი და 3 პირველი ადგილი და ამის გამო აიღენ და შექმნენ გრან-პრი, რომ გრან-პრი ყოფილიყო, აღარ ყოფილიყო ეს ყველაფერი და ეს უკვე რაღა უბედურება 3 გრან-პრი და 2 გრან-პრი კიდე კაცო. აი რატო აკეთებენ მაგას ორგანიზატორები? რატო და გეტყვი ახლა ეს ფიქრობს იმას, რომ მომავალში მიიზიდოს მან კიდევ სხვადასხვა კოლექტივი, მაგრამ მე პირადად ახლა მაგალითად მიზიდვის მაგივრად უკუღმა უფრო მოქმედებს ჩემთვის მე სულ არ მინდა მომავალ წელიწადს მასეთ ფესტივალზე მივიღო მონაწილეობა სიმართლე რო გითხრენ. ანდა კიდევ ბევრი თუ არის რაოდენობა და შესატანი არის ხო თანხა როცა ღებულობ მონაწილეობას და ესე იგი თუ ბევრი იღებს მონაწილეობას იქიდან გამომდინარე აუცილებლად რაღაც კარგი ადგილი უნდა მისცე იმას რომ იმას ბევრი ყავს კოლექტივი და რა ვიცი ახლა ესეთი კრიტერიუმებით აწონო ამიტომ ამას ქვია არაპროფესიონალების მიერ ჩატარებული ფესტივალი. როგორ შეიძლება რაოდენობის მიხედვით განსაზღვრო ადამიანმა ანსამბლის შრომა და მუშაობა. აი საბოლოო ჯამში თქვენ რას თქვით, ეგრე არ ხდება, მე რო აი მაგალითად ასეთ პირობებში თუ ხდება ფესტივალის ჩატარება, მაშინ კარგი ანსამბლები, აი მაგალითად ახლა თქვენ როგორ თქვით, რომ მე აღარ მივიღებ იქ მონაწილეობას ეგეთ
ფესტივალზე, ხო? ხდება ძალიან კარგი ანსამბლები ჩაიხსნებიან და ანუ ესე ეხსნებიან კი ბატონო, ეხსნებიან და წყალებში რაღაცა შედარებით რჩება, ნუ ახლა არ მინდა ახლა ვიღაცა სახალხო მე ვიღაცა შედარებით სუსტი აშრობი შევაფასო ამ წუთობით, მაგრამ ზოგჯერ ისეთი რაღაცა ხდება, რომ პირველად რო გაყავს და ნათლობასავით ვეძახით ახლა ნათლობა ხდებაო პირველად გამყავს სცენაზეო და ივერ იზამ ამას ადამიანი რომ თავიდან ბოლომდე გადააკონტროლო მაშინ როგორ ახლა მაშინ უნდა აკეთებდე რომ ჩადიოდე უნდა და ყველა ანსამბლს უნდა ამოწმებდე უნდა ნახულობდე და შემდეგ უნდა უძახოდე ფესტივალზე ხო ამას ვერ იზამ ვერავითარ შემთხვევაში მაგრამ მეტი წილი ახლა მე ვიცი ძალიან ბევრი ჩემსავით ეს ახალგაზრდები ძალიან უკვე უყურებენ ამ თემას ყველანაირად რომ მე ახლა ამათ ვთხოვ ორ იმუშავეთ, ნამუშევარი იყოს, საქმე იყოს გაკეთებული და მე დავждები და ვჟელობთ. აი მოგვივიდა მოწვევა ამა და ამ ფესტივალზე, მოგვივიდა აგერ ამაზე, მოგვივიდა ადამიანის იუბილეზე, აი მართლაც რომ დაბერდა ხალხი ამ საქმეში და უდიდესი წვლილი მიუძღვით და ძალიან დიდ საქმეს რო აკეთებენ, იმათ იუბილეებზე და იმათ ვარსკვლავის გახსნაზე ეს დიდი პატივისცემა არის, რომ დაგიძახებენ აგერ მუნიციპალიტეტში, მუნიციპალიტეტ საბავშვო კოლექტივს გეძახიან და გეპატიჟებიან. ჩავდივართ მე დიდი სიამოვნებით და ვღებულობთ იქ მონაწილეობას და ნამდვილად ჩვენაც კმაყოფილები ვრჩებით. კარგი, შემოგვიერთ და ვასო, ესე გამოიყურება კამერას. გამარჯობათ. აი ხარ. წინა მხრიდან. აბა როგორ ახარ? მადლობთ. მადლობა ყურადღებისთვის, მოწვევისთვის, დაინტერესებისთვის. გადევნებთ თვალს, ძალიან კარგი საქმეს აკეთებთ. რა ვიცი, ველოდებით მე შეგეთქვით. შენ ნაშრომს ვადევნებთ თვალს მთელი მსოფლიო. მე როგორც გავიგე, ეს არ არის ცოტა პროტესტი გქონდა, იმიტომ რომ არ მოგეწონა სხვისი გადაღებული და მე შენ და იქ მოგვიყევი, აბა ეგ ამბავი როგორ მოხდა. ხო, არა, ის რამე განსაკუთრებული გეგმა არ მქონია, მაგრამ ყოველთვის მიტაცებდა ზოგადად კინო, რეჟისურა და ხედვა ყოველთვის მქონდა. ხელოვნების ოჯახში დაბადებული კაცი. ნუ და ამავდროულად სწავლობდი მე კიდევაც და ძალიან მაინტერესებდა კინემატოგრაფია, განსაკუთრებით რეჟისურა, ალბათ მეორე პროფესია თუ კი რამე შეიძლება მქონოდა ქორეოგრაფიის გარდა, რეჟისორობა იქნებოდა, მაგრამ ეს იდეაში, რა თქმა უნდა. თავიდან დავიწყე სოციალური ქსელებით, რომ რადგან დინამიურია ქართული ცეკვა, ყოველთვის სტატიკური კადრები გვხვდებოდა. ხო და ეს იყო ჩემი პირველი ინტერესი, რომ ამ დინამიკაში გავყოლოდი მოცეკვავის. შემდეგ არის ახლა დღეს საკმაოდ კარგი ტექნოლოგიებია. იმისთვის რომ ეს რითი იღებ. რამდენ FPS-ში რითი? სამი აპარატი გამოვიცვალე ახლა, ასე რომ სუპერ შენელებული კადრები. ხო, კი და შემდეგ მონტაჟზეც კიდევ რაღაცებს ვამოტებ, მაგრამ უმეტესად პრინციპში თუ მაგას ამ მნიშვნელობა აქვს, Sony-ს კამერებით ვიღებ. ეხლა ადრე თავიდან დავიწყე DJI-ით, ბლოგერების ის რო არის, რა ქვია, პატარა Osmo. იმიტომ რომ კარგი სტაბილიზაცია ჰქონდა და მაგით დავსდებდი ბავშვებს ყველა რეპეტიციაზე და თავიდან არც მქონდა ნათქვამი, იმიტომ რომ მე არ მინდოდა რაღაცა ეს ტრენდული, არც თუ ხართ დაკურებული ჩვენ ცეკვებში ქორეოგრაფს ვერ ნახავთ. ბავშვებზეა უფრო მეტად აქცენტი გაკეთებული და აქედან გამომდინარე ყოველთვის მინდოდა რაღაცა უფრო საავტორო ვიდეო ყოფილიყო. ანუ იქაც რაღაცა ჩემი ინტერესი იყო რა და ამიტომ არ უთხარი არავის თავიდან ამ სოციალური 4 სოციალური ქსელი გავაკეთე, ბავშვებმაც არ იცოდნენ, რომ თავისი ის ენახათ და ასე რომ ვთქვათ, დავიწყე თევზავი, რომ ნახოთ რომელი ვიდეო, როგორ წავა, რა წავა და აი მე როგორც მიმაჩნია, რომ ეს კარგი იქნება, ლამაზი იქნება, იქ ბიჭის აგრესიას არ დაკარგავს, ამ გოგოს სინაზეს, თავდაჯერებულობას თუნდაც და რაღაც ათლეტურობას. დავიწყე პატარა რილსების ეგრეთ წოდებული გადაღება და ნელ-ნელა შემდეგ როცა მივხვდი რომ ამ Osmo-თ 30-ზე გადავედით, 40-ზე ავედით, ისე რომ არავინ არ იცოდა, არავის ნათესავები არ გვეხმარებოდა ამ ყველაფერში, ინფლუენსერები არ იყო, რომელიც ამას გააპირებდა ან რეკლამაში ფული არ გადაგვიხდია. მე რაღაცა ეს თავდაჯერებულობა უფრო მომივიდა, რომ უფრო კარგი ტექნიკას რო შევიძენ, რაღაცა სწორად ვაკეთებ, მივაგენი, ხო, კი და ანუ ბევრად უფრო კარგ ლეველზე გავალ, ასე ვთქვათ.
აი ვიზუალზე, მანერის დაჭერაზე ეს ძალიან ეხმარება ბავშვს. თავდაჯერებულობის თუ ეს კამერასთან მუშაობა, იმიტომ რომ ხა ბავშვების ემოციაც საინტერესოა, როცა ხედავენ, რომ უკვე ასობით ათას და მილიონებსაც კიცდება ვიდეოები. კი, ან ეს ძნელია ხა მე ემოცია დამალო, ან არ იყო აქტოვანებული ამ ყველაფრით. ბავშვებზე მეტად ხა მე ისეთი იმიჯი მაქვს, რომ უფრო მკაცრად დავდივარ და არ ვიცინი და არ ვიღიმი, მაგრამ გულის სიღრმეში მე ძალიან ბედნიერი და აღნიშნავ ამ ყველაფერს და мотиваციისთვის იყო ეს პირველ რიგში და მეორე რაც მთავარია, ეხა შემოთავაზებაზე მე ლიცენზი ლაპარაკა, რომ რა ვიცი, ალბათ ერთი ბოლოს ამ ერთ წელიწადში 4 ქვეყნიდან დაგვირეკეს. ბოლოს რომ მომწერეს სამხრეთ კორეიდან, უკვე მივხვდი რომ რაღაცა უნდა დავაზუსტო მე აქ, რომ ეს საბავშვო ანსამბლია და არ არის დიდების ანსამბლი, თუ სამხრეთ კორეის ფესტივალი იყო რაღაცა ავსტრალიიდან თავარია ჩრდილოეთ კორეა. ხო, ჩრდილოეთ ეგ იყო პირველი დასაზუსტებელი, რომელია სამხრეთი არის თუ ჩრდილოეთი. მაგრამ ისეთი რაღაცა როცა ამ ხაზზე გადიხარ, შემდეგ უფრო მატერიალური სუბსიდია, ასე შემდეგ ამას მარტო სახსრებით ვერ იზამ და ამიტომ როგორც წესი ვარდება. მსგავსი პროექტი, იმიტომ რომ მინიმუმ ყველაფერს უზრუნველყოფენ, მაგრამ შესაძლოა ბილეთი, მგზავრობის თანხა ვერ დაგიფინანსოს და ესეთ პრობლემას ალბათ ერთი 4-ჯერ წავაწყდით. უკვე რომ აი ეს იყო, აი ყველაზე ბოლო მახსენდება მადრიდის თეატრს გვითმობდნენ ერთი დღით. საპატრიარქოს მოწვევა იყო აქ. საპატრიარქო იყო შუალედური ორგანიზაციაც კიდევ ამავდროულად და ფესტივალი იყო ერთდღიანი და მე ცალკე ერთ დღეს გვაძლევდნენ კიდევ ერთ დღეს გვაძლევდნენ სრულად. ჩვენ მთელი პროგრამა მიგვეცა. ეხა მე საბავშვო ანსამბლის ხელმძღვანელმა მე არ ვიცი ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ მეტი, ან როგორ უნდა გავიდეთ სხვა ეგრეთ წოდებულ კანალს, რასაც ვიზახით ჩვენ ან ხაზზე, რომ ამაზე მეტი რაღაცა შემოთავაზება მიიღო. იმიტომ რადგან ეხა ჩვენი საქმიანობა მაინც პირდაპირ გაგებით კომერციული ვერ იქნება და კონცერტს ვერ გაყიდი ხა საბავშვო ანსამბლით ესე პირდაპირ, ნუ მიუხედავად იმისა, რომ მაგის შანსებიც არის ძალიან დიდი, ჭირდება სუბსიდია დახმარება, რომ ეს ტრანსპორტირება დაახარჯო, იმიტომ რომ ხა ჩვენ როგორც ხდება, როცა ცხადდება თანხა წასვლა პაესკის ან რაღაცა, როგორც ეს უფრო შეძლებულ ოჯახს, ან ისეთი ოჯახი, რომელიც რაღაც ყველაფერს გადაადებს და რაღაცას მიიკლებს და გამოუშვებს და ასეთი კომპლექტით მე ნამუშევარს ვერ წავიღებ. მე უნდა წავიღო ნამუშევარი ისეთი, როგორც აი აქ დარბაზში ვინც არის, ყველა უნდა წამოვიდეს ისინი და არ ვარ ჩვენ იმდენად დიდი, ხო, რომ სრულფასოვანი პროგრამა ვაჩვენოთ. ისე ოპერატორობის შემოთავაზებაზე თუ ყოფილა საქმე? ხო, კი ყოფილა, მაგრამ ვერ ვიმუშავებ მე მაგ სფეროში, აქ რასაც მე ვფიქრობ, მე მაინტერესებს, მე მინდა და მე წარმომიდგენია იმას ვიღებ. აქ უფრო რეჟისურაზე უფრო ეხლა ხმამაღალ დიდ ტერმინებს ვიყენებ, მაგრამ უფრო მეტად ვხედავ აქ თავს ვიდრე ოპერატორობას, იმიტომ რომ მე ამ ვერ გადავიღებ სხვას, ვერ მიუდგები მასე მე, როგორც იმიტომ რომ იქ ჩემი ჩაფიქრებული ლეთია, იქ ჩემი გასწორებული ბავშვია, მელოდია რა იქნება ისიც ზუსტად ვიცი. ამიტომ უკვე დავწავეთ, მაგრამ ისეთ კარგ საქმეს ემსახურები და ისეთ კარგ რამეს აცნობ სოფლიოს, რომ მადლობა დიდია. ძალიან კარგად გამოგდის რა საკეთებ. დიდი მადლობა, გაიხარეთ. მუსიკა ჩვენ 4 წლის უკან დავიწყეთ 4 მუსიკოსით. იმ 4 ადამიანმა, ზაზა სიმონიშვილი, გივი მნაიშვილი, დავით პატარაია, ირაკლი გორგაძე იყო კიდევ ფანდურზე, რომელიც შემდეგ დავტოვა, მაგრამ იმ 4 ადამიანით რო დავიწყეთ 4 წლის მანძილზე, ვცდილობდით რომ სულ რაღაცა ახალი გაგვეკეთებინა, ოღონდ ახალის ძიება უნდა დაბადებულიყო რეპეტიციის პროცესში. შესაძლოა ერთი თემა ამეღო რაღაცა განსაკუთრებულად. ეხა ცოდვა გამხელილი ჯობს, რომ ჩემი ინსპირაციის წყარო, რა თქმა უნდა, მაინც სუხიშვილები არის, სუხიშვილების ანსამბლი, მაგრამ თავარი იყო, რომ როგორ მოგვერგო საბავშვო ანსამბლისთვის ეს, როგორ გვეპოვა ჩვენ საკუთარი ხმა ამ პროცესში და რა შეიძლებოდა აქ მიგვეღწია. რო დავიწყეთ მუშაობა, ზაზა სიმონიშვილის გარმონზე ვინც უკრავდა, საკმაოდ მაღალი კვალიფიციური კადრია, დიდი ცოდნა აქვს მუსიკალური, შესაბამისად ყველა ჩემ ახირებას ცდილობდა რომ ფორმა მიეცა. მე აი მაგალითად აქ მონოტორული ტონი მჭირდება, აქ ნაკლებად ლირიული ხმა მჭირდება, აქ მეტი ჯაზია საჭირო, ხა გურიაში, ჩვენ ფოლკლორში, რა ვიცი. გიორგის ზაზას მითი ღერყო შემდეგ? არა, რა თქმა უნდა, არა. შემდეგ ეს პირველი წლებს ვამბობ, როცა 4 მუსიკოსი იყო. შემდეგ ეტაპობრივად გაიზარდა ჩვენი ბენდი. დაგვემატა ბასი, რომელმაც რა თქმა უნდა შეცვალა ბევრი რაღაცა ბენდში. ან აზარჭი ჩეხვედი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ყოველთვის იყო ეგ. შემდეგ ბასი რო დაემატა, აი მერე ბევრად უფრო თანამედროვე გახდა ხმა. და ეს გამოჩნდა იმაში, რომ
ამ რითმების შექმნაში, როცა სიტყვაზე დოლის რითმი იქნება ან ბასის რითმი იქნება, თვითონ მუსიკოსიც უნდა იყოს დაინტერესებული და მასაც უნდა სიამოვნებდეს ეს პროცესი. ისე წაგან თქვით რომ ჩამოვიყვანეთო ბათუმიდანო. ო, მე ერთი რეპეტიცია გაჩერდა, იმიტომ რომ ჭირს ადგილობრივი გარმონზე განსაკუთრებით ჭირს. გარმონზე ახლა თუ ახალგაზრდა უკრავს ვინმე გურიაში აღარც ვიცი, თუ ავინმე. ესეთ დაინტერესებული. ახლა კარგია რომ 20 წლისაა, ხო, ელენა? აგერ 20 წლის გოგომ დაინტერესდა ძალიან მაგრად და რა ვიცი, ძალიან ძვირადღირებული ინსტრუმენტი შეიძინა და ყველაფერი და აბა რეპეტიციას იგი დამატებით იარება თუ რა ცდენს და არა, ფანდური დოლი მაინც უფრო აქტიურია. და ის ერეკლეს ნართები ოსეთის ანსამბლში უკრავს თბილისში. ნართები რო არის და ჩამოვიდა მთელი 20 დღე, 15 თუ 20 დღე იყო ჩამოსული აქ და მაგრად დაგვიდგა ის ძალიან უნიჭერესი ბიჭი. კეთდება ბოლოში. ჭოხონელიძე ერეკლე. უნიჭერესი ბიჭი. მე იმატებ, მაგრამ 20 დღეში ახალ მუსიკას ვერ შეგექმნის, ხო? ვერ შექმნის, მაგრამ უკვე გამზადებული არის ეს ძალიან ისეთია, რა ქვია. მაგრამ ახლა სწორად თქვას, რომ ის ძირითადად ვიწყავს, ხო ვიცი, იგი მაინც ხო, იგი რო დახვდა უკვე ამათ რომ იგენს ხო გადაღეჭილი აქვენ. იგენ ერთჯერადად კი არა, ხელფასზე არიან ჩაულებრივად. საკუთარი ჯიბიდან რა თქმა უნდა და საკუთარი ხარჯებით ვინახავთ მაგას, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, სულ სხვა არის იმათთან ერთად მუშაობა. შედეგსაც ღებულობ და დაინტერესებაც მეტი არის და შემდეგ არო ჩამოვიდა ერეკლე დაგვეხმარა, გიგა ქურაზბედიანი დაგვეხმარა, ზაზა მამალაძე დაგვეხმარა. ამ ბიჭებს უკვე ძალიან ბევრი რაღაც გაკეთებული დახვდა აქ. ისე ვასომ წეგან კარგი რაღაცა თქვა, საინტერესო ჩემთვის. სუხიშვილებიდან რა თქმა უნდა ავიღე ინსპირაცია, თუმცა ეს უნდა მომირგოვა მე ბავშვებისთვის. რასაც ვფიქრობ რომ დღეს ბევრი ანსამბლი არ აკეთებს. ნუ სუხიშვილები რო ხა ინსპირაცია უდიდესი და უძლიერესი ანსამბლი, ეს ახალი თემა არ არის და ეხლა არ მოგიგონია. მაგრამ ფუნდამენტური შეცდომა ალბათ, რასაც სხვა ანსამბლები უშვებენ, არის ის რომ ერთ-ერთი პროგრამის იქნება თუ მუსიკის იქნება თუ ნებისმიერი საკითხის გადაღება ამ დონის პროფესიონალური ანსამბლიდან ბავშვთა ანსამბლში მე მგონი არც გამოდის. ეგ ხო, ეგაა შეცდომა, რომ არ არის ეს რაღაცა სუპერმარკეტის ნივთი, რომელსაც აიღებ, წამოიღებ და შენი გახდება. ანუ ის რასაც იქ კეთდება, ის იმიტომ ჩანს ისეთი ჭყალებში მარტივი შესრულებადი, იმიტომ რომ იმას ასრულებს პროფესიონალი, რომელიც 50 წლის მანძილზე ქართული ხელოვნების ავანგარდში არის. შესაბამისად, შენ იმას ძალიანაც რო გინდოდეს, მოგიდე ხელი და წამოიღე, ეგ რაღაცა სახეს იცვლის, რაღაცა მუტაციას განიცდის მე, იმიტომ რომ ის იმ შრომის ფასად შეიქმნა, რომელიც შრომაც შენ არ ჩაგიტარებია, ის იმ ხელოვნების და იმ პროფესიონალიზმის გარემოში მოხდა, რომელიც ბოდიში მომითხოვია ჩემ და პირველ რიგში ჩემ თავსაც ვეუბნები, რომელიც არ გექნება შენ. ამიტომ ინსპირაციას მე გულისხმობ, რომ ამ ანსამბლმა ჩემი გადმოსახედიდან ამ ანსამბლმა დაბადა ქართული ცეკვის სასცენო ფორმა, სასცენო შინაარსი და ამდენი წლის მანძილზე უმაღლეს სტანდარტს აწესებს და ეს იყო ამისთვის მე მადლიერი ვარ ამ ანსამბლს. ძალიან კარგი რომ უნდა გადმოიტანო, ინსპირაცია იყო, მაგრამ მოარგო ეს ბავშვებს და ბავშვებს მიაწოდოს. ან ინსპირაცია შეიძლება მე ავიღო რაღაცა ლირიული კომპოზიციიდან, რომელიც სრულიად ჩემ თავში მოიხარშო შესაძლოა სრულიად განსხვავებული ფორმით. ანუ ინსპირაციის მნიშვნელობაც ეგ არის ზუსტად, რომ არ გადმოგაქვს, არამედ შენ თავში პოულობ ახალ ძალას, რომ იმის მეშვეობით რაღაცა ახალი შექმნა. განსაკუთრებული და ამიტომ ეხა ის რო თქვა, რომ ეს რაღაცა ჰაერიდან მოდის და სიზმარში ვნახულობ ეს ტყუილი იქნება, იმ ანსამბლებს, რომელიც რაღაცა მოწინავეა და განსაკუთრებული ადგილი უკავია ჩვენ ხელოვნებაში, იმ ანსამბლს რო ადევნებ თვალს, რა ვიცი, იმის ინსპირაცია მე მგონია გაგიხარდეს, უნდა და არც დასაძარახი უნდა იყოს და არც რაღაცა შესარცხვენი ამბავიც თუნდაც. მოკლედ ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თქვენ ყურადღებისთვის, გაიხარეთ. მადლობა. იმისთვის, რასაც აკეთებ და უამრავ წარმატებას გისურვებ. ძალიან დიდი, ასევე თქვენც, იმიტომ რომ ძალიან კარგ საქმეს აკეთებთ. მელის იმნავასონის ამომწურავად ილაპარაკეს, რა ვიცი, მე რა უნდა. დამჩა მე ახლა დედას მისარ ვართლა გულახდილად მომხამას ისე რომ პროვიჯექი ვფიქრობდი რომ ბედნიერი ვარ მეთქი, იმიტომ რომ რა საქმეც მე მიყვარს, რასაც მე ვიმსახურები,
ჩემ ყველა მოსიყვარულე აი ეს შვილი, მეუღლე, დიშვილი ჩემთან ერთად მუშაობს მაგენიც. ამიტომ რომ შემოვდივარ დარბაზში მთელი დღე აქ ვარ აბსოლუტურად. და საქმე რომელიც შენ გიყვარს, იმ საქმეს რომ ემსახურები, იმაზე ბედნიერება არაფერი არაა. ნატანებში რატო დაიწყეთ? მე ნატანებში ცხოვრობდი. მე მეწყერმაცა გვართვა აი ადგილი თორე მე და წამოვიდა იდეა რომ გადმოსულიყავით ქალაქში სამუშაოდ. თან მე უფემ კიდევ გთხოვა რომ ცოლ-ქმარი რო არისო ნატანებში რომ მუშაობსო, მინდაო ისინიო. აი მეუფესთან შეხება საიდან? გიმნაზიებში მუშაობთ. არა, ნატანებში რომ დავიწყეთ მუშაობა, ერთი წლის იყო ასო, ნატანებში რომ დავიწყეთ მუშაობა სკოლაში და რაღაცა პატარა ღონისძიება იყო და მეუფე იყო მოსული, აკურთხა ერთი ადგილი ეკლესია, სადაც უნდა აშენებულიყო. და იქ ვნახა ჩვენ სუფრასთანაც ვიყავით და რომ ჩამოვიდა მე ოზურგეთში, სკოლაში უთქვია, ეგრე ბავშვი ნახეო, ცოლ-ქმარიო და ის ცოლ-ქმარი ხომ არ მოგვეყვანა ჩვენო აქო გიმნაზიაშიო და თამარ ჩხატიშვილი არის, მისი გოგო და მელის ერთად ეყავდა ანზორი გვარამაძესთან და თამარს უთქვამს რომ კიო მე ვიცნობ მაგათო და ძალიან ისე შეუფასები ვართ და აქედან მოხდა რომ წამოგვიყვანეს მე წამოვედით. მე რა მაინტერესებს აი ბატონ ჯუმბერდუდუას შესახებ როგორი იყო შიდა სამზარეულოში? არ ვიცი მოსწავლეს თუ შეიძლება მასწავლებელი ასე უყვარდეს და ხშირად მithქვამს რომ აი მე რანაირადაც მიყვარდა ჩემ მასწავლებელი ისე რომ უყვარდე ჩემ მოსწავლეებს უკვე ეს მეყოფა მეთქი. ძალიან თბილი, კაცრი იყო, მაგრამ არ ვიცი იმხელა სითბოს გრძნობდი მისგან, იმხელა ყურადღებას არ ვიცი, მაგრამ რომ დამავიწყდეს ალბათ ჩვენს შეუღლებაში უდიდესი როლი ითამაშა. მართლა? კი, იმიტომ რომ მაშინ ნატანებიდან დავდიოდი, ჯარი მოხდილი მქონდა უკვე. ჯარში ნამყოფი ვიყავი რომ მუშაობდი ჩაის სისტემაში და არ გინდა შვილო და ხელოვანი კაცი ხარ და დაუბრუნდი ხელოვნებას და თვითონ მანქანით იარებოდა შრომიდან. ჩამოდიოდა ქალაქში ხშირად და ატარებდა რეპეტიციას და მთელი გზა რომ წამოვიდოდით უკანა გზაზე კარგი გოგოა, შვილი ვიდგავზარდა. არ წააგებ ცხოვრებაში. მაგას თუ მოიყვანს, და მე რომ მოვიყვანე, დამენგრე ანსამბლი გაცა წამართვა კარგი გოგოა. მე შაღირებოდა იტირა თვითონ ქორწილზე ხონებულმა მახსოვს რომ აბარა იქ. ტირო და ქორწილზე თვითონ აფერთ საკუთარი შვილი გაგიტყოებია ისე. და ისეთი იყო რომ ძალიან გულიანი ადამიანი იყო ძალიან. და ინტერ პერიოდიც იყო მაშინ რომ თან 93 წელი იყო ჩვენი ქორწინების და მახსოვს დედა ჩემი არ იყო აქეთ. მამა ჩემიც არ იყო და მაგე დაგვიანებით ჩამოვიდა, შრომიდან რომ წამოვიდა, ჭირდა ძალიან მანქანაც ყველაფერი და გზაში მანქანა გაუფუშტა და რომ ისე ვეძებდი თვალებით რომ სადაანე და როდის მოვა მეთქი და რომ მოვიდა გადამეხვია ტირილი დაიწყო მანძ და მეც ისე იმხელა სითბო და სიყვარული გამაშთა მის მიმართ და ძალიან პროფესიონალი იყო მისი საქმის რა თქმა უნდა და ძალიან შრომის მოყვარე და ხშირად მელისის ვეუბნებოდი რომ ჯუმბერი მასწავლებელი ასე იყო. ჯუმბერი მასწავლებელი სულად არებდი რომ იგი როგორც იყო ისე უნდა მოქცეულიყო აგეთ. ფანტასტიკურად საუბრობთ. სულტყუილად მითხარით, ის რომ საუბარი არ. მოკლედ, მე არ მასაუბროთო, გონდო მაცეკვეთო. ვიცეკვე როდესაც გინდა და ხმა. ვიცეკვე გავშლი ხაზა რომ. მაგრამ აი ჩვენთან ყველა იხსნება, იმიტომ რომ უშუალო არის ჩვენთან საუბრის ჯაბაა. ადათი, ნუ ადათი. ერთი კითხვა მაინტერესებს კიდევ რა, აი ამ მოგზაურობაში რაც გავიარეთ. ქუთაისში ჩავედით, ვესაუბრეთ იქაურ ქორეოგრაფებს, შემდეგ ბათუმში ვიყავით აჭარაში და ეხლა ვართ გურიაში. აი ამ ორმა ქალაქმა დაასახელა დიდი პრობლემა იმის მხრივ, რომ ახალგაზრდებს არ მიეწოდებათ საკმარისი ცოდნა. ვისაც უნდა რომ გააგრძელოს ქორეოგრაფის კარიერა, არ აქვს კარგი ასე ვთქვათ შესაძლებლობა რომ გაიარონ სახელმწიფო უნივერსიტეტში ისწავლონ. ამდა ჩავიდნენ დედაქალაქში აი მაგს მხრივ აქ გურიაში ამ მდგომარეობა არის. მქონდა ეს ჩანაფიქრი და დღემდე მაგის ჩანაფიქრი რომ ქორეოგრაფიული სასწავლებელი გამაგეთებინა სხვათა შორის. ახლა კრიტერიუმები რაც იყო მაგ ის რომ მატერიალურ-ტექნიკური ბაზა ხედავთ თქვენ თვითონ დაგათვალიერებინეთ კიდევაც რამდენადაც პასუხობს. ის სასტუმრო ნომრების მაღაზია იყო გათვლა რომ პროფესორებს და პედაგოგებს რომ ჩამოვიყვანდი დედაქალაქიდან სასტუმრო საქირავებელი რო არ მქონოდა და რაღაც ესეთი გათვლები მქონდა. ბავშვთა რაოდენობა, მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, ყველაფერს პასუხობდა და მქონდა წარსულში თუ გაქვთ? მაქვს კიდევ იდეაში მაგალითად. ეხა ამ ეტაპზე არა. ამ წუთობით არა, მაგრამ დასავლეთში ცოტა მოთხოვნა არის თან. სხვათა შორის ძალიან მაღალ დონეზე ექცევა ჯერჯერობით
ღვთისმსხალობეთ ქართულ ქორეოგრაფიას ყურადღება. მთელი დასავლეთ საქართველოს ფოლკლორის ცენტრი აგერ გვაქვს კიდევ ოზურგეთში აგერ მუზეუმში. ნახევარი შენობა მაგი არის და ნახევარი მუზეუმი არის. კიდევ მაგის გარდა რამდენი ვოკალური ანსამბლები, რამდენი კიდე ინსტრუმენტალური ანსამბლები და აქ პლუს ამას რამდენი ქორეოგრაფიული ანსამბლები და აქ მიდიდა აბა დაინტერესება და კიდევ შობადობა, კიდევ გადასარევად ვიცით კიდევ როგორ იკლო საქართველოში თაობამ, ხო? თაობა და გადინება საქართველოს. თან გურია სუდი გაგებით ვამბობ პირველ ადგილზეა იმ გაგებით რომ სიკვდილიანობა მე მგონი უსრებს ან თანაბარი იქნება შობადობასთან ყოველ შემთხვევისათვის. ძალიან ცუდი მდგომარეობა ამ ხრივ მე რამოდენიმე სოფლებშიც მუშაობდი ნატანებში თხინვალში შევეში ყველგან შეუძლებელი იყო ხო მე ვიცი რომ სოფლები არიან სადაც ერთი ბავშვიც არ შესულა პირველ კლასში წელს. რამოდენიმე სოფელი ვიცი ესეთი რომ ერთი ბავშვიც არ ზის პირველ კლასში ან ზის 2 და 3 ბავშვი და აბა კიდევ ერთხელ ვამბობ როგორ გინდა ყველაფერი ეს სტუდია იარსებო სტუდიამ და მოიყვანო და დაინტერესო ბავშვი თუ ეხლა რაღაც ახალი არ შექმნე ცოტა თუ არ წინ არ წაიწიე თუ რაღაც ცვლილებები არ გააკეთე მეტი დაინტერესება არ გააკეთე ის მსოფლიო ხალხთა ცეკვების წრეებიც და ეგიც რასაც აქვს ჩვენ ზურად უნიჭიერესი კაცია შვეიცარიაში რამოდენიმე წელი ზედი იარებოდა ბანაკებში იქ მასალებლად პრიბალტიკაში უნივერსიტეტებში ასწავლიდა ქართულ ცეკვებს და დღესაც მოთხოვნა სტამბულში თვითონ მას ლათინოამერიკულს და ძალიან სხვადასხვა მისი დადგმული ესპანური ბულგარეთში რო ფესტივალზე ვიცეკვეთ ესპანელმა კაცმა ვერაფრით ვერ დაანამდვილა რომ ჩვენ ესე ესპანურად გველაპარაკებოდ არა ვართ მომხარი ჩვენ ესპანელები ვართ ქართველები მე არ მერიდება წავიდე შეიძლება სადმე კონკურსში და მეორე ადგილი მივიღო მესამე ადგილი ვიღო მე რა მოზარდი თაობა მესამე გრან-პრის მესამე ადგილი ჯობია. თუ არ ჯობდეს დადასგებიცე. მესამე გრან-პრის და კიდე მეორე გრან-პრის არ ჯობია მესამე ადგილი და ნამდვილი მესამე ადგილი იყოს. ეგეთ მე უფრო მეტ мотивация გაქვს. გურულებს გაქვთ ფანტასტიკური იუმორი. რაღაცა მხიარული, კარგი იქ გასტროლები, ამდენწლიანი ისტორია. რაღაცა 1-2 ისტორია გამატანეთ. ნატანებში რო დავიწყე მუშაობა, ის მახსენდება ყველაზე უფრო რომ ნატანებში მუშაობდით სცენაზე, კულტურის სახლის სცენაზე და სხვათა შორის ისეთი სცენა იყო თეატრალური დადგმები იმართებოდა ადრე იმ სცენაზე. მე აპატარავენ ნელ-ნელა და როგორც ხდება ხოლმე, მაგრამ ნუ მაინც 300 კაცზე დარჩა მაინც სასჯდომი და ნუ გიგითხარი რომ უზე რო იწყებოდა იმფერი ამბავი იყო ფანჯარა იქ არ იყო და აბა ცელოფნები ხან მიჭერდით მაგნებს ხარს უმარ გეეტანა გარეთ გვეკავას ხელით და ვიღავით ასე დღეში და აიყო ან ჩუსტი ან რამე და ვითხოვთ ახლა ფორმირებას ყოველთვის ფორმირებაზე თმების ირმა ვერიტანდა იმას რომ ბავშვს ყოს არ ხონოდა თმა გადაწეული ხო მოწესრიგებული თუ ბავშვი მოწესრიგებული ვარჯიშობს თუ არა როგორ ჩაცმულიცა ვიცი თქმა ისეთ ვარჯიშს ატარებდა ჩუსტი არ აქვს ბავშვს და ახლა არავდა იქედა მოყვირაშიო მებიაჩები წეიღებს ლიმონსო და მიყიდის ჩუსო მეუბნება ახლა ვაღანა და გავიდა ერთი კვირა და არა აი ჩუსტები რაკენმე მოთხარ ლიმონის პასი დაეცავა ამას გეუბნება მესამე თუ მეორე კლასელი მაგრამ ლიმონის პასი დაეცავა და ბებიას აღარ დარჩა ჩუსტის ფულიო მეორე მეუბნება დამეხა ჩუსტი ახლა ერთი მონი მე მოთხარი შესვენებას ხანდახა უნდა ვждები ახლა წამეიღე ნემსი და დაბი და მოგიკერავ აღიო მასე ვაღანასა მოგიკერავდი აგერ ახლა ქვეყანა დროი მქონდა აგერ მაგალითად მეთქი და აი ერთი ჯგუფი დავაჯინე და დავჯექი ახლა მე შემოვდივარ მაშინ დარბაზში გავიდეო და დავიშვა მომა დამარყვა ზურგზე მოუტრიალ და დიდი კემსი უკავია ხელზე ზაფინა აიჩუსტი მასალებელო მოგიტანეო აი შობლები ხა გუნდებიან გასინება მაგრამ ერთი ცირია ერიდება რაუდაუთ ახლა პატარა ვაღანასას აი შვილო მეუთხარი მაგრამ მაგას ვერ ვიზა მე მეუთხარი მაგის სხვას და მოაკერი ისეულე მეთქი ბავშვებთან მუშაობა და შრომა არის საუცხო ერთი ძალიან პუნქტულა მონათული ჩემი ცეგობდა ჩემთან და უჭირდა ბუქნების კეთება გურული ცეკვას აქ ფარცას ბუქნები ხო და ძალიან მაგრად უჭირდა და ბებიამისი სულ ესწრებოდა რეპეტიცია პატარა იყო და ცოტა დიდთაობას ამოუწია ვარჯიში მოგვიანებით მოსულა და ესე იგი თვითონ ჟარგონულ სიტყვას გამოვიყენე ხა დაამუღა მაგი რომ აი ფარცაზე დავიწყოთ ვარჯიში მეტი რომ ეტყო და ამისებდა ხელს და ტუალეტი მინდა გარეთ მინდა გასვლა გევიდო და ყურს ხომ ადევნებდა დამთავრდებოდა ფარცა მოდიოდა ხარ და ახლა მეც მასწავლებელი რა ის ხტები
ერთჯერ, ორჯერ, სამჯერ და ფარცაზე გადის, მე და მაინც პალერის ორს და არც ამათიან გევიდა გარე და მოატრიალე ახლა ეს სიტუაცია და აბა ხანჯულურის ტრიალები მე გადავდები აი ფარცა და მოვიდა ერთი 10 წუთის მერე და აბა დავიწყოთ ახლა ფარცის მუქნები და ერთი კეთაკენ უდგან ახლა აი არ დამთავრებულა კი მანაო აი არ დამთავრებულა მდენი ხარ ვიყავ ბესოსული აი მაგერი კურიოზები ხდება ხოლმე განსაკუთრებით გურია ესეთი მხიარული კურიოზული ადგილია თვითონ კალბატონოი კიდე ვაჟები არ მიწყენენ ხო სამიდე სტუდია რა თქმა უნდა ჩვენთან ერთადაა გურიაშიც და მე მინდა თქვენ გადმოგცეთ აი მე სიმბოლური მესი მადლობა სამიდე სტუდიისგან და გიქნებათ შაბას ჩვენ სტუდიაში ახლა ხელსარიალო ვახერო მე შეიძლება სტუდიის მიღმა სტუდიის მიღმა შეიძლება ძალიან დიდი მადლობა დიდი მადლობა თქვენ თქვენს ასევე იმისთვის რასაც აკეთებთ და იმისთვის როგორც შრომობთ და მართლა ეხლა ბოლოდან შეხედვილი ლამაზია ეს ყველაფერი და უი რა კარგია და უი კონცერტი რა კარგია და ასე შემდეგ მაგრამ იმ პერიოდიდან მოდიხართ იმდენი წელია მოდიხართ რომ ეს დარწმუნებული ვარ რომ ეს არ ყოფილა იავარდით მოფენილი გზა და ბევრი წინაღობაც იქნებოდა და ბევრი ბრძოლაც იქნებოდა და ეს თქვენ ოჯახურად სიყვარულში თავდადებაში რაც გამოიარეთ ამ გზას მადლობელი ვარ ამისთვის მოკლედ ამის თქმა უნდა მადლობა პირიქით თქვენ ყველაზე რთული იყო დარბაზის ნახვა ყველაზე რთული ნომერ პირველი პრობლემა მთელი ჩვენი ცხოვრების მანძილზე იყო რომ იმდენი შენობა გნარემონტები შეიძლება არც კი დამიჯერო რომ ჩამოგითვალოთ რა არც კი დამიჯერო იმდენი და მოკლედ ბატონომერის უღრმესი მადლობა ძალიან საინტერესო იყო თქვენთან საუბარი თქვენთან ურთიერთობა და კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა რომ ამის საშუალება მოგვეცით და ჩვენს მაყურებელს გააცანით თქვენი თავი სხვა მხრიდან და ასე უშუალო საუბარში პირიქით მადლობა თქვენ დაინტერესებისთვის და მობრძანებისთვის და რა ვიცი თან განსხვავებული ფორმატი გქონდა დღეს პირველად იყო როცა ესე ორი სტუმარი შეცვლითი და საინტერესო ექსპერიმენტებს ვატარებთ ამ ბოლო დროს ძალიან დიდი მადლობა წარმატებებს გისურვებთ ბევრი კარგი რესპონდენტი ყოლოდეთ